მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვისწავლით, თუ როგორ უნდა შევქმნათ პრეზენტაცია Canva-ს გამოყენებით. უშუალოდ იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ პრეზენტაცია Canva-ზე, ამის რამოდენიმე შესაძლებლობა არის. კერძოდ, პირველი არის მარცხენა ჩამონათვალიდან ღილაკი დიზაინის შექმნა, რომელსაც დავაკლიკებთ და ამოვარდება პრეზენტაციის შემოთავაზება, ანუ ნახეთ, პირველივე ამოვარდა პრეზენტაცია, ან თუ არ ამოაგდებს თქვენთან პირველივე პრეზენტაცია, შეგიძლიათ მოძებნოთ პრეზენტაციის დასახელებით და ამოვარდება პრეზენტაციის ფორმატი 16:9-ზე. ასევე გვაქვს შესაძლებლობა, რომ მოვარგოთ ჩვენთვის სასურველი ზომები. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ პრეზენტაციის ზომებია 16:9-ზე, ხოლო თუ ჩვენ გადავალთ მორგებულ ზომაზე, უნდა მოვნიშნოთ 16,000 პიქსელი 9,000-ზე, რაც ნიშნავს იმას, რომ 16:9-ზე ფორმატი გაიხსნება. ასევე ჩვენ შეგვიძლია ატვირთული პრეზენტაცია დავამუშაოთ, ან უშუალოდ ჩამონათვალიდან კიდევ ერთხელ მარცხენა ჩამონათვალიდან ავირჩიოთ პრეზენტაციის განყოფილება. თუ თქვენ იყენებთ Canva-ს Education ვერსიას, ამ შემთხვევაში თქვენ საკლასო განყოფილებაშიც დაგვხვდებათ შესაძლებლობა, რომ შექმნათ პრეზენტაცია და გაუგზავნოთ თქვენს მასწავლებელს. მოდით დავიწყოთ პრეზენტაციის შექმნა, გავიაროთ თითოეული დეტალი და ვისწავლოთ თუ როგორ ხდება უშუალოდ პრეზენტაციის შექმნა კონკრეტული ვიზუალის მორგებით და კონკრეტული მანიპულაციებით, რომელიც გამოგვადგება ეფექტური პრეზენტაციის შექმნის მომენტში. სანამ უშუალოდ გადავიდოდეთ პრეზენტაციის ვიზუალურ გაფორმებაზე, ჩვენ უნდა შევხედოთ ელემენტების განყოფილებას. კერძოდ, მარცხენა სლაიდზე, მარცხენა მხარეს, ჩვენ ვხედავთ რამოდენიმე ღილაკს, რომელიც გვეხმარება პრეზენტაციის ეფექტურად შექმნაში და შემდეგში გალამაზებაში. კერძოდ, დიზაინი, რომელიც არის კონკრეტული ვარიანტები და ჩვენ შეგვიძლია ავარჩიოთ ჩვენთვის სასურველი და დავამუშაოთ, არის ასევე ელემენტების განყოფილება, საიდანაც ხდება უშუალოდ კონკრეტული ელემენტების დატანა პრეზენტაციაში, ტექსტის ჩანართი, საიდანაც ხდება როგორც სათაურის ზომის ტექსტის ჩაცმა უშუალოდ პრეზენტაციაში, ასევე ხდება ქვესათაურის ჩასმა და ძირითადი ტექსტის ჩასმა. ასევე ტექსტის განყოფილებიდან ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ Canva-ს მიერ შემოთავაზებული ვარიანტები. ასევე ბრენდის ფერები და ბრენდის შესახებ ინფორმაცია, როგორც არის ლოგო, ფონტები და ასე შემდეგ, მათ შორის ფერები შეგვიძლია დავიტანოთ ბრენდის განყოფილებიდან, ასევე გადმოვიტანოთ პრეზენტაციაში ჩვენს მიერ ატვირთული ფოტო მასალა ან ვიდეო მასალა. ასევე შეგვიძლია დავხატოთ თუ გვაქვს ჩვენ ამის შესაძლებლობა, კონკრეტული ვიზუალების შექმნაც, უშუალოდ სხვა დოკუმენტების გადმოტანა შეგვიძლია ფაილინგში არსებული მასალის გადმოტანა, რომელიც შესაძლოა როგორც ხვის მიერ იყოს ატვირთული, ასევე ჩვენ მიერ ატვირთული და შემდეგში გამოყენებადი და ასევე Canva-ს აქვს შესაძლებლობა, რომ გამოიყენოთ დამხმარე აპლიკაციები ამა თუ იმ პროცედურის შესასრულებლად. ასევე Canva გვთავაზობს ფოტო და ვიდეო მასალას, ასევე აუდიო მასალას, ბექგრაუნდის ფერებსა და სხვა დამატებით ხელსაწყოებს, რომელიც ჩამონათვალში არის მოცემული. რაც შეეხება ზედა განყოფილებას, ფაილის განყოფილებაში ჩვენ ვხვდებით უშუალოდ პრეზენტაციის სათაურს, ახალი დიზაინის შექმნას, ანუ ახალი უშუალოდ დოკუმენტის შექმნას, ატვირთულ ფაილებს ან ფაილების ატვირთვას, პარამეტრებს და სხვა დამხმარე ხელსაწყოებს, მათ შორის ჩამოტვირთვას. რაც შეეხება ზომის შეცვლას, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ პრეზენტაციის ზომა პიქსელურად, რაც გულისხმობს იმას, რომ შეგვიძლია პიქსელებს მოვარგოთ ჩვენი პრეზენტაციის ზომა და არ იყოს მაგალითად 16:9-ზე, არამედ იყოს მორგებული ზომა, რომელიც შემოთავაზებულია, ან უშუალოდ ჩვენ ჩავწეროთ ჩვენთვის სასურველი ზომები, უშუალოდ ჩვენი პროექტიდან გამომდინარე. ასევე ვხვდებით სოციალური მედიის განყოფილებას, სადაც არის მორგებული Instagram-ზე, TikTok-ზე და Facebook-ზე არსებული ზომები. ასევე არის უშუალოდ ამ განყოფილებაში ვებგვერდზე მორგებული ზომები, ვიდეოზე მორგებული ზომები და სხვა. ანუ ყველა ის ჩამონათვალი, რასაც ხვდებით ზომის შეცვლაში, მორგებული არის კონკრეტულ ვიზუალებზე. რედაქტირებას რაც შეეხება, იმისთვის რომ ჩვენ ვიმუშაოთ კონკრეტულ ვიზუალზე, რედაქტირება ჩართული უნდა იყოს, ასევე კომენტარის შესაძლებლობა არის
ამ განყოფილებიდან და ნახვის შესაძლებლობა უცხო პირებისთვის. ანუ თუ ჩვენ გავაზიარებთ კონკრეტულ პრეზენტაციას, უცხო პირები ნახავენ ან შეძლებენ კომენტარის დაწერას, ან უშუალოდ პრეზენტაციის დაედიტებას. რაც შეეხება შემდეგ ღილაკებს, ეს არის ერთი ნაბიჯით უკან ან წინ გადასვლა. ამ შემთხვევაში ჩვენ არაფერი არ გავუკეთებია. სრულიად თავისუფალი ფურცელია და არ გვაქვს შესაძლებლობა დავბრუნდეთ ერთი ნაბიჯით უკან ან გადავიდეთ ერთი ნაბიჯით წინ. ეს გახლავთ ავტომატურად შენახვის ღილაკი, რომელიც ავტომატურად ინახება კონკრეტული ცვლილების შემთხვევაში, რასაც განვახორციელებთ განვაზე. რაც შეეხება სათაურს, ჩვენ შეგვიძლია დავასათაუროთ პრეზენტაცია. ჩვენ ვხედავთ ასევე ვისთან არის გაზიარებული, ან ვინ არის მფლობელი, ან ვისთან შეგვიძლია გავაზიაროთ კონკრეტული პრეზენტაცია. თუ ჩვენ დავაჭერთ პლუს ღილაკს, შეგვიძლია მეილის საშუალებით ან შემოთავაზებული ვარიანტების საშუალებით გავაზიაროთ კონკრეტულ მომხმარებელთან. ასევე არის ანალიტიკა, უშუალოდ აქ ჩართული კომენტარები, წარდგენა, რომელიც გულისხმობს უშუალოდ პრეზენტაციის სრულად ეკრანზე გაშლას და გაზიარების პარამეტრები. მოდი გავიაროთ გაზიარების პარამეტრებიც. გაზიარების პარამეტრებში ჩვენ ვხვდებით რამოდენიმე დეტალს. პირველი არის წვდომა დოკუმენტზე. ამ შემთხვევაში მხოლოდ მე მაქვს წვდომა, რადგან მე ვიწყებ ამაზე მუშაობას და გაზიარებული არ არის დოკუმენტი. ასევე შეიძლება დოკუმენტის ბმულის კოპირებაც, რომელიც გულისხმობს იმას, რომ უშუალოდ დაკოპირებული ბმულით ნახოს გაზიარებულ კოლაბორანტმა უშუალოდ პრეზენტაცია. მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ გაზიარების ბმული არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის გაზიარებული ყველასთან. მე როდესაც მივცემ წვდომას კონკრეტულ ადამიანს, მას ექნება წვდომა მხოლოდ აი ამ ბმულის მეშვეობით. მაგრამ თუ მე შევქმნი საჯარო გაზიარების ბმულს, ნახეთ აი ამ ბმულს, საჯარო ნახვის ბმული, ეს ბმული მომცემს საშუალებას, რომ ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს შესაძლებლობა გახსნას ბრაუზერში, კონკრეტული ბმული ნახავს ჩვენს მიერ შექმნილ ვიზუალს. რაც შეეხება შემდეგ განყოფილებებს და შემდეგ ღილაკებს, ხვდებით ჩამოტვირთვის ღილაკს, რომელშიც არის შესაძლებლობა PDF ვარიანტის, JPG ვარიანტის და სხვა ვარიანტების, როგორც არის ფოტო და ისე ვიდეო მასალის გადმოტვირთვის შესაძლებლობა, გვაძლევს საშუალებას გადმოვტვირთოთ ჩვენთვის სასურველი დოკუმენტი შესაბამის ფორმატში. ასევე შეგვიძლია PDF-ის გასწორება და დავურთოთ ჩანართები კონკრეტულ ამ დოკუმენტს. რაც შეეხება ჩამოტვირთული პარამეტრების შენახვას, თუ ეს ადგილი მონიშნული იქნება, ამ შემთხვევაში შემდეგ პრეზენტაციაზეც ან შემდეგ გადმოწერაზეც, თუნდაც ჩავხუროთ აღნიშნული ფანჯარა, მოგცემს საშუალებას აღნიშნული ღილაკი, რომ ავტომატურად შენახული პარამეტრები გადმოწეროს უცვლელად. ანუ არ მოხდეს კონკრეტული ცვლილება შემდეგში გადმოწერის დროს. რაც შეეხება ქვედა პარამეტრებს, აღნიშნულ შენიშვნების პარამეტრებში შეგვიძლია ჩავწეროთ შენიშვნები კონკრეტულ პრეზენტაციასთან დაკავშირებით და ნახავს უშუალოდ შემდეგში წარდგენიან შემდეგი მნახველი. ხანგრძლივობა არის ნაჩვენები, ანუ რა ხანგრძლივობა შეგვიძლია გამოვყოთ კონკრეტული სლაიდისთვის და ეს ავტომატურად იქნება, მაგალითად 5 წამი. გულისხმობს იმას, რომ 5 წამის გასვლის შემდეგ ავტომატურად გადაირთვება ჩვენი სლაიდი. და ტაიმერიც, რომელიც იგივე ფუნქციას ასრულებს, მაგალითად 5 წამი, ან 5 ამ შემთხვევაში შეგვიძლია მოვნიშნოთ უფრო მეტი, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ კონკრეტული სლაიდი გაჩერებული იყოს ამ შემთხვევაში 5 წუთის განმავლობაში ეკრანზე და შემდეგ უკვე გადაირთვოს თავისით. ამის ჩართვა და გამართვა შესაძლებელია, მეგობრებო. ქვემოთ ვხედავთ გაზრდის, ანუ მასშტაბის გაზრდისა და შემცირების კურსორს, ამ შემთხვევაში პრეზენტაციაზე რომ ვიმუშაოთ და თუნდაც ნებისმიერ ვიზუალზე ვიმუშაო ეფექტურად და კონკრეტული დეტალები უფრო ახლოდან დავინახო, შემიძლია გავზარდო ან შევამცირო კონკრეტული კურსორი. ასევე გვერდების ჩვენება შემიძლია როგორც ჰორიზონტალურად, ასევე ვერტიკალურად. ჩვენ ახლა ვხედავთ ჰორიზონტალურად, მაგრამ თუ კი გვერდებს დავაკლიკებ, გამოჩნდება შემდეგში ვერტიკალურად. ნახეთ, მე შემიძლია ახლა უკვე ქვემოთ დავამატო. მაგრამ თუ მე მსურს, რომ
ისევ გადავიყვანო ჰორიზონტალურ ვარიანტზე, შემიძლია ისევ გვერდებს დავაჭირო და გადავა ჰორიზონტალურზე. ამ შემთხვევაში ასევე მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ორი სლაიდი არის შექმნილი ამ ეტაპზე და ასევე შეგვიძლია ცხრილისებურად ვნახოთ კონკრეტული ვარიანტები. ამავე ღილაკზე დაკლიკებით დაუბრუნდებით საწყის ვერსიას. რაც შეეხება ზომის ანუ მასშტაბის გაზრდას, ამ ღილაკზე დაკლიკებით ჩვენ შეგვიძლია სრულ ეკრანზე გავშალოთ ჩვენი პრეზენტაცია. ანუ escape ღილაკით შეგვიძლია გამოვიდეთ კონკრეტული პრეზენტაციიდან და განვაგრძოთ მუშაობა. ეს რაც შეეხებოდა ღილაკებს. რაც შეეხება დავუბრუნდეთ უკვე დიზაინის შექმნას, დიზაინი შეგვიძლია შევქმნათ ინდივიდუალურად კონკრეტული ხელსაწყოების გამოყენებით, ან გამოვიყენოთ კონკრეტული დიზაინი, დავამუშაოთ ჩვენთვის სასურველი ვარიანტები და შემდეგში გამოვიყენოთ პრეზენტაციის წარდგენისთვის. მოდით შევარჩიოთ დიზაინი. შეირჩა კონკრეტული დიზაინი, შეგვიძლია გამოვიყენოთ უშუალოდ პრეზენტაციის აგების მომენტში. იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ საწყისი გვერდი, რომელსაც ეწოდება სატიტულო გვერდი, ამ შემთხვევაში შეგვიძლია შევარჩიოთ სასურველი ვარიანტი. ამ შემთხვევაში სასურველი არის პირველივე სლაიდი, რომელზეც იწერება მომხსენებლის სახელი, გვარი, უშუალოდ პრეზენტაციის სათაური, ორგანიზაცია, სადაც წარადგენს უშუალოდ ამ პრეზენტაციას, ეს შეიძლება იყოს უნივერსიტეტი და თუ კი საუნივერსიტეტო პრეზენტაციას წარვადგენთ, დაგჭირდება ჯგუფის ნომერი და ხელმძღვანელის სახელი და გვარი, ასევე უნივერსიტეტის დასახელება, ქალაქი, რომელშიც წარვადგენთ და წელი, რომელ წელსაც წარვადგენთ. მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი 2025. ანუ ეს არის აკადემიური სტილის დაცვით და ჩვენ შეგვიძლია დავამუშაოთ უკვე კონკრეტული ვარიანტი პრეზენტაციისა. რაც შეეხება საავტორო უფლებებს, კანვაზე არსებული ინფორმაცია, რომელიც არის პირობითად დატანილი და რომლის გამოყენებაც შეგვიძლია ამ შემთხვევაში აი ეს კონკრეტული ვიზუალი, რომელიც უკვე ვიღაცის მიერ არის შექმნილი, რა თქმა უნდა, ვიღაცის საავტორო უფლებაზე არის დამოკიდებული, ხო? მაგრამ როგორც კი მე კონკრეტულ ცვლილებას შევიტან ამ ვიზუალში, საავტორო უფლებები იხსნება და უშუალოდ ხდება ჩემი კონკრეტული პრეზენტაცია. ანუ ნებისმიერი დეტალის გადაადგილების შემთხვევაში უშუალოდ ვიზუალი ხდება ჩემი. მოდით დავამუშაოთ მეგობრებო კონკრეტული ვიზუალი. ახლა მარცხნივ შევკეცავ ამ მენიუს, რომ უფრო დიდად გამოჩნდეს და შევძლოთ მუშაობა. ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტად გავზარდოთ მოცემული ვიზუალი და დავიწყოთ მუშაობა. პირველი, რასაც ვხედავთ, ეს არის სათაური. მოდით დავარქვათ პრეზენტაცია. და სანამ უშუალოდ გადავიდოდეთ პრეზენტაციის სათაურზე, გავიაროთ რამოდენიმე ღილაკიც. პირველი არის, ანუ როდესაც დავაჭერთ უშუალოდ ტექსტის კონკრეტულ ტექსტს, ამოვარდება ღილაკები ზემოთ. თითქოს ნაცნობი არის, ამას ხვდებით ხოლმე როგორც Microsoft Word-ში, ასევე PowerPoint-ში, ან სხვა მსგავს სოფტებში, რომელიც იძლევა კონკრეტული ტექსტის დამუშავების საშუალებას. პირველი ჩვენ რასაც ვუყურებთ, ეს არის შრიფტების შეცვლის შესაძლებლობა. კანვა გვთავაზობს როგორც თავისივე შემოთავაზებულ შრიფტებს, ასევე გვთავაზობს უშუალოდ ჩვენ მიერ ატვირთულ შრიფტებს, რომლის ატვირთვაც შესაძლებელია მხოლოდ Pro ვერსიისთვის. ანუ თუ თქვენ ფლობთ Pro ვერსიას, ან ფლობთ Canva Education-ის ვერსიას, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენთვის სასურველი შრიფტი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ შრიფტებს აქვთ საავტორო უფლებები, ისევე როგორც ვიზუალებზე ვისაუბრეთ, და თუ არ არის უშუალოდ შრიფტზე თანხმობა, რომ გამოვიყენოთ, შეიძლება კონკრეტული უშუალოდ სამართლებრივი აღკვეთა მოხდეს უშუალოდ ან რაღაც სამართლებრივად დარღვევა გამოცხადდეს ჩვენზე. ამიტომ მეგობრებო, გთხოვთ რომ დაეკითხეთ უშუალოდ თქვენს შრიფტის ავტორს, რომლის გამოყენებასაც აპირებთ და შემდეგში გამოიყენეთ. ამ შემთხვევაში ჩემი ერთ ატვირთული შრიფტები არის ნებადართული რომ გამოვიყენო და ასევე კანვამ თავაზობს უფასოდ გამოვიყენო
მის მიერ შემოთავაზებული ვერსიები. დავაკვირდეთ, რომელსაც აქვს გვირგვინის ნიშანი, ეს არის ფასიანი, ამ შემთხვევაში ატვირთვა შესაძლებელი მხოლოდ პროვერსიისთვის და არა მხოლოდ ატვირთვის ღილაკს აქვს, არამედ ზოგიერთ ღილაკს, ზოგიერთ შრიფტს აქვს მსგავსი ნიშანი, რაც გულისხმობს იმას, რომ შრიფტი ფასიანია, მაგრამ აი დავაკვირდეთ, აი ეს შრიფტი არის ფასიანი, მაგრამ მე შემიძლია გამომიყენო, რადგან ამ შემთხვევაში education-ის ვარიანტს ვფლობ კანვაზე. აა დავიწყოთ დამუშავება, სანამ დავიწყოთ დამუშავებას, გავიაროთ სხვა მახასიათებლებით, მაგალითად, ზომის გაზრდა. ანუ ამ შემთხვევაში საუბარია უშუალოდ ტექსტზე, შეგვიძლია ტექსტის როგორც მექანიკურად გაზრდა, ასევე შეგვიძლია ჩავწეროთ ჩვენთვის სასურველი ზომა, მაგალითად, იყოს 50 ზომაზე და 50 ზომაზე დაიწერება ტექსტი. რაც შეეხება შემდეგ ღილაკს, ეს არის ტექსტის ფერი. მე შემიძლია შევცვალოთ ჩემთვის სასურველ ფერზე გადავიყვანო ტექსტი და თქვენ შეხედეთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ის ფერები, რასაც გთავაზობთ კანვა, ან შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ფერთა პალიტრა, ან უშუალოდ ვიზუალზე, ამ შემთხვევაში ეს ვიზუალი არის გამოყენებული და ძირითადად აი ამ ვიზუალზე მთავაზობს, აი ამ ვიზუალზე დატანილი ფერების გამოყენებას მთავაზობს ტექსტისთვისაც. აი დავაკვირდეთ მეგობრებო, რაც ამ ვიზუალში არის გამოყენებული, ძირითადად იმ ფერებს მთავაზობს საწყის ეტაპზე. მე შემიძლია შევცვალო ნებისმიერ ფერზე გადავიყვანო, ჩემთვის სასურველ ფერზე, სათაური. რაც შეეხება ბოლდის ნიშანს, აღნიშნული ღილაკი აბოლდებს, ანუ ამუქებს კონკრეტულ ტექსტს, ამ შემთხვევაში სათაურს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ატვირთული ვარიანტები, ანუ შრიფტები, რომლებსაც ავტვირთავთ, ისინი არ იძლევიან საშუალებას, რომ გავაბოლდოთ, დავხაროთ ან ხაზი გავუსვათ უშუალოდ ტექსტს. ანუ ხშირ შემთხვევაში იძლევა საშუალებას, რომ underline გავაკეთოთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არც ამის საშუალება არ არის ხოლმე ატვირთული ფონტებიდან. ასევე ხაზგადასმა არის შესაძლებელი ტექსტისა. თან შევხედოთ, როგორ ხდება. underline ასე ხდება, მეგობრებო, ხაზგადასმა ასე ხდება, ხოლო რაც შეეხება capital letters, ანუ ასოების გაზრდას და დაპატარავებას, ეს ძირითადად ინგლისურ ამ შემთხვევაში ლათინურ ანბანზე არის საუბარი. ქართულ ანბანზე სამწუხაროდ არ ხდება ამის გაკეთება, გამომდინარე იქიდან, რომ ასომთავრულზე ვერ გადაყავს სისტემას, მაგრამ როგორც კი ამას დავაჭერ, უშუალოდ ყველა არსებული ასო გახდება დიდი, ანუ capital. ნახეთ, როგორც კი ისევ დავაჭერ, დაპატარავდება. რაც შეეხება უკვე გასწორებას, ტექსტის გასწორებას, პირველი არის უშუალოდ რომელიც იყო მარცხენა მხარეზე მორგებული, შუა ხაზზე მორგებული, ანუ გასწორება justify ეგრეთ წოდებული და მარჯვენა მხარეს გასწორება ჩვენი ტექსტისა. ასევე არის კიდეებზე გასწორება, ანუ შემდეგი, რომელიც გულისხმობს, რომ ყველა ტექსტი, რომელიც დაიწერება უშუალოდ აი ამ კიდეებზე, ორივე მხარეს ზომიერად იქნება მორგებული და არ იქნება შეწეული არც მკვეთრად მარცხენა მხარეს, არც მკვეთრად მარჯვენა მხარეს. შემდეგი ღილაკი არის ბულეტები, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი არის კონკრეტული ჩამონათვლის დროს. ასევე არის იგივე ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში ნუმერაციის გამოყენების შესაძლებლობა, ხოლო კიდევ ერთხელ თუ დავაჭერთ, გაქრება ეს ღილაკი. შემდეგი არის ასოებსა და უშუალოდ ინტერვალებს შორის spacing-ი, ანუ ადგილების გამოყოფა. ამ შემთხვევაში მეორე ხაზი არაფერი არ გვიწერია და შესაბამისად მეორე, ანუ სტრიქონთა შორის დაშორება არ გამოჩნდება, მიუხედავად იმისა, რომ შეწეული არის, ამ შემთხვევაში არაფერი არ გამოჩნდება. მაგრამ როგორც კი შევცვლი მე ასოთა შორის დაშორებას, თუ უფრო მარცხნივ წამოვიყვან კურსორს, შემოიწევა შიგნით, ანუ დაახლოვდებიან ასოები, თუ უფრო მარჯვნივ წამოვიყვან, დაშორდებიან ერთმანეთს. ანუ 0 ნიშნავს, რომ გასწორებული არის, არც მკვეთრად მარცხნივ არის შეწეული და არც მკვეთრად დაშორებული არის ერთმანეთს. ანუ 0 ნიშნავს გასწორებას. ანუ შეგვიძლია პირდაპირ ჩავწეროთ 0 და გაასწორებს. აი ეს. ასევე არის, მეგობრებო, ტექსტის მკვეთრად ქვემოთ ჩაწევის შესაძლებლობა, ტექსტის გასწორება უშუალოდ
დოკუმენტზე და ტექსტის უშუალოდ ზემოთ აწევა. ამ შემთხვევაში ფორმატს გულისხმობ, ან მოდით დავწეროთ ქვემოთაც რაიმე, რომ გამოჩნდეს, რაც იგულისხმება. დავაჭიროთ ისევ ინტერვალებს. ამ შემთხვევაში უკიდურესად ზემოთ არის აწეული, ჩვენ შეგვიძლია უკიდურესად ქვემოთ ჩავწიოთ, ან გავათანაბროთ ტექსტები. რაც შეეხება შემდეგ მახასიათებელს, შემდეგი არის უშუალოდ მათემატიკური გამოსახულებების დაწერის შესაძლებლობა. მოდით ამ შემთხვევაში დავწეროთ ორიანი და მოვნიშნოთ ეს ორიანი. აქ ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც კვადრატული ორიანი, ან უშუალოდ ორიანი ხაზ ქვემოთ. ან უშუალოდ ჩვეულებრივი ორიანი, რომელიც არის სოთა სისწორეზე. რაც შეეხება შემდეგ ღილაკს, გამჭვირვალობას, აღნიშნული ღილაკი ნებისმიერ ვიზუალზე მუშაობს და გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გავამკვეთროთ კონკრეტული ვიზუალი, ანუ თუ 100%-ზე არის შესაბამისად მკვეთრია ვიზუალი, მაგრამ რაც უფრო მარცხნივ წამოვიყვანთ კურსორს, უფრო გაღიავდება და ტექსტზე აღარ გამოჩნდება მკვეთრად. აი, მაგალითად, შეგვიძლია წამოვიყვანოთ და აი აქ ნახოთ, როგორ გაღიავდა. რაც უფრო მარჯვნივ წავიყვანთ, გამოგვხდება და უფრო მეტად მკვეთრი გახდება. ეფექტებს რაც შეეხება, აღნიშნულ ღილაკზე ჩვენ ვხედავთ კონკრეტულ ეფექტებს, რომელსაც გვთავაზობს კანვა. პირველი არის სტანდარტული ეფექტი ტექსტის შემთხვევაში, მეორე არის ტექსტი ჩრდილით. მოდით მივაახლოვოთ და დავინახოთ რა იგულისხმება. შემდეგი არის უშუალოდ გაბლარვა ტექსტისა და ნახეთ როგორ ჩანს. ამის მომატება და დაკლება შეგვიძლია, მეგობრებო. ანუ რაც უფრო მარცხნივ წამოვიყვანთ, ბლარი გაქრება, რაც უფრო მარჯვნივ წამოვიყვანთ, შედარებით გაიბლარება. რაც შეეხება ჩრდილებს, აქ გამომრჩა რომ მეთქვა, რომ უშუალოდ განშტოებას რაც შეეხება, შეგვიძლია რომ დავაშოროთ, განშტოება გულისხმობს, რომ დავაშოროთ ჩრდილი ტექსტს, ან რაც უფრო მარცხნივ წამოვიყვანთ, მივაახლოვოთ ტექსტთან. მიმართულებას რაც შეეხება, რაც უფრო მარცხნივ წამოვიყვან, უფრო ზემოთ წავა, რაც უფრო მარჯვნივ წამოვიყვან, უფრო ქვემოთ წავა და ასე ბრუნავს ეს ჩრდილი ჩვენთვის სასურველ მიმართულებაზე. ბუნდოვნებას რაც შეეხება, თითქმის იგივეა, რაც წინა ღილაკი, რომელიც განვიხილეთ. აღნიშნული ჩრდილი იბლარება და აღარ აქვს ჩრდილის ეფექტი. ნახეთ? შედარებით კონტურინგი დაიბლარა. რაც შეეხება ფერს, მე შემიძლია შევარჩიო ჩემთვის სასურველი ჩრდილის ფერი. ამ შემთხვევაში შავი არის არჩეული, მაგრამ მე შემიძლია ლურჯი ჩრდილი გავაკეთო, მწვანე ჩრდილი გავაკეთო, ან ჩემთვის სასურველი ჩრდილი გავაკეთო კონკრეტულ ტექსტზე. რაც შეეხება შემდეგი არის ღრმული, რაც გულისხმობს უშუალოდ კონტურინგს, ანუ ტექსტი კონტურებით. ამის გაზრდა, ანუ კონტურის სისქის გაზრდაც შესაძლებელია და შემცირებაც შესაძლებელია და ამის ჩვენს პროექტზე მორგება. ასევე კონტური ჩრდილით, მეგობრებო, შეგვიძლია გავზარდოთ უშუალოდ კონტურის სისქე, ან შევამციროთ. უშუალოდ დავაშოროთ, ან მივაახლოვოთ ჩრდილი კონტურს და მიმართულება მივცეთ ჩვენთვის სასურველ მიმართულებაზე ჩრდილს. ასევე ჩრდილის ფერი შევცვალოთ და მივცეთ ჩვენთვის სასურველი ფერი. შემდეგს რაც შეეხება, ეს არის ეგრეთ წოდებული ეკო, რომელიც გულისხმობს უშუალოდ თითქმის წინა მახასიათებელს. განშტოება გულისხმობს, რომ უფრო მივაახლოვოთ ან დავაშოროთ ისევ ჩვენი ჩრდილი და მივცეთ მიმართულება. ძირითადად ეს არის შედარებით ცვრილი სისქის მქონე შრიფტისთვის. რაც შეეხება შემდეგ ღილაკს, ეს არის ვიზუალური და ჩვენ შეგვიძლია
მოვარგოთ ჩვენთვის სასურველ ვიზუალს, რაც გულისხმობს იმას, რომ კონკრეტულ ტექსტს აქვს 3 განზომილება და 3 ფერია მოცემული ამ შემთხვევაშიც: მწვანე, იასამნისფერი, უკაცრავად ცისფერი, იასამნისფერი და შავი. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მოვარგოთ განშტოება, ანუ მივცეთ უფრო მეტად სიმკვეთრე, ან დავაშოროთ ტექსტს, ან მივაახლოვოთ და მივცეთ მიმართულება. ჩვენთვის სასურველ მიმართულებაზე გადავიყვანოთ განშტოება. ძირითადად მსგავსი ტიპის ფონტს ვხედავთ ხოლმე უშუალოდ TikTok-ზე. რაც შეეხება ფონს, ამ ღილაკის საშუალებით ჩვენ background-ზე მივცემთ ტექსტს ფონს, ანუ გავჩნდება background-ი ტექსტს. სიმრგვალეს რაც შეეხება, ეს გულისხმობს უშუალოდ background-ის კიდეების მომრგვალებას ან უფრო მეტად ოთხკუთხედი ფორმის მიცემას, ანუ რაც უფრო მარცხნივ უფრო მეტად კუთხე იქნება წვეტიანი, ხოლო რაც უფრო მარჯვნივ წამოვალთ მომრგვალდება. გავრცელებას რაც შეეხება, აღნიშნული ღილაკი რაც უფრო მარჯვნივ წამოვა, უფრო მეტად გაზრდის background-ის ზომას, ხოლო რაც უფრო მარცხნივ წამოვა, შეამცირებს background-ის ზომას. გამჭვირვალობას რაც შეეხება, ის გამოგადგებათ უფრო ხშირად, როდესაც background-ს გამოიყენებთ და კონკრეტულ ვიზუალზე დაადებთ კონკრეტულ ამ ტექსტს. აღნიშნული, ისევ როგორც წეგან გავიარეთ, მუშაობს გამჭვირვალეობაზე. ჩვენ შეგვიძლია აღნიშნული ტექსტი, რომელიც გავხადეთ გამჭვირვალე, დავადოთ რომელიმე სხვა ვიზუალს და უკან ვიზუალის გამოჩნდება, მაგრამ თანამამდროულად ტექსტსაც ექნება background-ი. რაც შეეხება შემდეგ ეფექტს, აღნიშნულზე შესაძლებელია გამოვიყენოთ, რა თქმა უნდა, ფერის შეცვლის კატეგორიაც, ჩვენთვის სასურველი ფერი მოვარგოთ. და ბოლო ორ ღილაკს რაც შეეხება, პირველი არის სტანდარტული ტექსტი, როგორც წერი, ანუ ეს არაფერს არ ცვლის, ხოლო მეორე არის მრუდე, რომელიც გულისხმობს უშუალოდ ტექსტის მომრგვალებას. თუ რაც უფრო მარჯვნივ წამოვიყვანთ კურსორს, მომრგვალდება ზემოთ, ხოლო რაც უფრო მარცხნივ წამოვიყვანთ, მომრგვალდება ქვემოდან. ანუ 0 ნიშნავს გასწორებას, ან პირდაპირ შეგვიძლია გადავთოთ არაფერზე. ანიმაციებს რაც შეეხება, ჩვენ შეგვიძლია პირველ შემთხვევაში მოვნიშნოთ აღნიშნული ღილაკი და ჩვენთვის სასურველ პრეზენტაციის პარამეტრები გავასწოროთ. ამ შემთხვევაში არაფერი არ არის გარდა ამ ტექსტისა, ანუ ამ ტექსტზე მუშაობთ და არაფერია სხვა დამატებული. ასევე გვთავაზობს მექანიკურად დახატვას, ანუ როგორ ვამოძრავოთ ჩვენი ტექსტი და ნახეთ, თქვენ ხედავთ ეკრანზე როგორ შეიძლება რომ იმოძრაოს ამ ყველაფერმა. და შემდეგში უკვე მოცემული მახასიათებლები არის სლაიდიდან სლაიდზე გადასვლის დროს ტექსტი როგორ ჩაირთოს. მაგალითად, პირველი არის ასეთი, მეორე არის ასეთი და თქვენთვის სასურველ ვიზუალს მოარგებთ კონკრეტულ უშუალოდ ანიმაციას. ეს არის უშუალოდ ტექსტებისთვის განკუთვნილი, მაგრამ ქვემოთ ზოგადი მოცემულობა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მთლიანად ვიზუალი ავამოძრავოთ. ამის გამოყენების საშუალება გააქვთ როგორც Pro, ასევე არაპრო ვერსიაშიც. პოზიციას რაც შეეხება, უნდა ითქვას, რომ ტექსტის განლაგებაზე არის აქ საუბარი უკვე, სად არის განლაგებული ტექსტი. რაც შეეხება ფენებს, ეს დაგვჭირდება, როდესაც რამოდენიმე ვიზუალზე ვიმუშავებთ და კონკრეტულ ვიზუალს დავადებთ სხვა რომელიმე ვიზუალს ზემოდან, ან პირიქით რომელიმე ვიზუალის ქვემოდან მოვაქცევთ კონკრეტულ, მაგალითად, აი ამ ტექსტს. დავაკვირდეთ, რომ არის გვერდებთან გასწორების შესაძლებლობაც. თუ ამ ღილაკს დავაჭერთ, ტექსტი ზემოთ ახტება. მარცხნივ ღილაკს თუ დავაჭერთ, მარცხნივ წაიყვანს. თუ მარჯვნივ დავაჭერთ, მარჯვნივ წაიყვანს, ხოლო თუ შუაში დავაჭერთ, ანუ შუაში, ამ შემთხვევაში მოდი დავაპატარავთ, რომ დავინახოთ. შუა ოღონდ მარცხნივ, მარჯვნივ უკაცრავად, ხოლო ცენტრში თუ დავაჭერთ, ცენტრში გადმოიტანს აღნიშნულ ღილაკს. ქვემოთ ხედავთ პიქსელების რაოდენობას და ამ პიქსელების ჩაკეტვის შესაძლებლობას.
აა რაც შეეხება სტილის კოპირებას, ჩვენ შეგვიძლია დავაკოპიროთ კონკრეტული სტილი და აღნიშნულ ფორმატზე გადმოვა. ანუ როგორც კი მე დავაჭერ სტილის კოპირებას, აი ამას დავაჭერ ამ ფერზე და შემდეგ უკვე სხვა ფერზე, ანუ იგივე ფერზე გადაიყოს. ამ შემთხვევაში წეღანს შავზე დავაჭირე და მთლიანად გამიშავა. ჩვენს შეგვიძლია გამოვიყენოთ წეღან უკვე ნახსენები, ღილაკები ერთი ნაბიჯით უკან დაბრუნება, ან ორი ნაბიჯით უკან დაბრუნება. დავდგეთ ისევ ჩვენს ტექსტზე და გამოვიყენოთ სხვა პარამეტრები. ამ შემთხვევაში ეს არის magic write, ანუ ხელოვნური ინტელექტის მიერ შემუშავებული წერის შესაძლებლობა, კომენტარის შესაძლებლობა ან ტექსტის პოზიციის ჩაკეტვა. ანუ მე თუ ტექსტის პოზიციას ჩავკეტავ, მეგობრებო, ამ შემთხვევაში ამ ტექსტზე ვეღარ ვიმოძრავებ, ანუ ეს ტექსტი არსად აღარ გამომყვება. ჩაკეტილია. მაგრამ მე თუ მინდა რომ ისევ ეს ტექსტი გადავაადგილო, შემიძლია დავაკლიკო ისევ ამას და მოვხსნო. რა თქმა უნდა, ტექსტის დაკოპირების საშუალება არის, ანუ გაორმაგებისა ან წაშლისა. სხვა პარამეტრებიც არის მოცემული, ამ შემთხვევაში გადაღება, როგორც თქვით, ჩასმა, რომელიც უკვე დავაკოპირეთ, გაორმაგება, წაშლა, ანუ პოზიციების შეცვლა, ამ შემთხვევაში ფენების განაწილება, ერთი კონკრეტული ვიზუალის მეორეზე გადადების შესაძლებლობა და ასე შემდეგ, ხო? აა ძირითადად ამ ყველაფერზე ვისაუბრეთ და დამატებით არის ტექსტის ავტომატური თარგმნა. ანუ ჩვენ შეგვიძლია კონკრეტული ტექსტი ვთარგმნოთ AI-ს გამოყენებით. და დავაკვირდეთ, რომ ეს არის ფასიანი, მაგრამ თუ ჩვენ ვიყენებთ პრო ვერსიას, ამის უფასოდ გაკეთების შესაძლებლობა გვაქვს. აქ ვირჩევთ უკვე ჩვენთვის სასურველ ენას და ვთარგმნით კონკრეტულ ტექსტს. მოდით დავიწყოთ ვიზუალზე მუშაობა, გავიარეთ ყველა ელემენტი, ყველა დეტალი და პარალელურად ავხსნათ ელემენტების განყოფილება, თუ როგორ ვიყენებთ აი ამ განყოფილებას. პირველი იყო, რაზეც ვისაუბრეთ სათაური მეგობრებო, ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავწეროთ სათაური, მაგალითად რომ დავასათაუროთ. მოდით ამის ეფექტი წავშალოთ და დავასათაუროთ. დავაკვირდეთ, რომ ფონტი არის ზოგადი, კანვას მიერ შემოთავაზებული და ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი შედარებით ლამაზი ფორმის და გამოსახულების ფონტი. სატიტულო გვერდზე ვიცით, რომ იწერება ასევე უშუალოდ სათაურის გარდა მომხსენებლის სახელი და გვარი. ჩვენ შეგვიძლია დავაკოპიროთ კონკრეტული ტექსტი, კონტროლი და C ღილაკით, შემდეგ კონტროლ და V ღილაკით ჩავსვათ და გავუსწოროთ. ასევე მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ უშუალოდ სათაურთან მიმართებაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ასომთავრული დამწერლობა ქართული შემთხვევაში, ხოლო სხვა ძირითადი ტექსტი უნდა იყოს ჩვეულებრივი სტანდარტული. ამიტომ ავირჩიოთ ჩვეულებრივი სტანდარტული შრიფტი, რომელიც არ არის ასომთავრული, მაგალითად ეს და სათაურთან მიმართებაში დავაპატარაოთ, რომ არ დაემთხვეს სათაურის ზომას. მაგალითად, სტუდენტის სახელი და გვარი. ამ შემთხვევაში ვთქვათ, რომ პრეზენტაციას უნივერსიტეტში ვაკეთებთ, გამოვიყენოთ კურსის დასახელებაც, ხელმძღვანელის სახელი და გვარი, შეგვიძლია ფაკულტეტიც მივუთითოთ, მაგრამ ბევრს აღარ გავაგრძელებ ამაზე და შეგვიძლია დავიტანოთ უკვე კონკრეტული უნივერსიტეტი, გამოვტოვოთ თბილისი მაგალითად, ძიმე აკადემიური წესების მიხედვით 2025 წელი. რაღაც მხრივ ჩვენი ტექსტი დაემთხვა სხვა ტექსტებს, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია მოვარგოთ ჩვენთვის სასურველ სიმეტრიას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს ზედმეტი რაღაცები უნდა მოვაშოროთ.
მაგალითად ეს ლოგოები არ გვჭირდება. და პრეზენტაციაში უნდა გავასწოროთ უშუალოდ სიმეტრია და ჩავსვათ ლოგოც. როგორ ხდება ახლა ლოგოს ჩასვა, მეგობრებო, პირველ სლაიდზე? ამ შემთხვევაში გადავდივართ ელემენტების განყოფილებაში და ვირჩევთ კონკრეტულ ჩარჩოს. ჩამონათვალში ჩამოვსკროლავთ და ვიპოვით ჩარჩოების განყოფილებას. ჩარჩოები. ამ შემთხვევაში თუ უნივერსიტეტის ლოგო არის მრგვალი ჩარჩოს ავირჩევთ, თუ ოთხკუთხედია ოთხკუთხედს და იმის მიხედვით მოვარგებთ ჩვენს ზომას. მოდით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლოგო ჩავსვათ. ამ შემთხვევაში გადმოვიტანოთ ეს ჩარჩო, დავაკლიკოთ, მოვარგოთ ზომას, ანუ დავაპატარაოთ შედარებით და ტექსტის შორის დავიტანოთ. ახლა მე ავტვირთავ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლოგოს და ვნახოთ როგორ შეგვიძლია რომ ჩავსვათ. ატვირთვის შემთხვევაში გადავდივართ ატვირთულების განყოფილებაში და ვირჩევთ კონკრეტულ ლოგო. ლოგო ავტვირთე, შეგვიძლია გადმოვიტანოთ ოღონდ შემდეგნაირად. მარჯვენა ღილაკზე დაკლიკებით, წამოვიღოთ მთლიანად ფოტო და ჩავსვათ გამოსახულებაში. ანუ ჩარჩოში. როგორც კი მე კურსორს მივიტან ჩარჩოსთან, შეგვიძლია ავუშვათ ხელი და ავტომატურად ჩასვავს. ამ შემთხვევაში არ სვავს, მეგობრებო, და რისი ბრალია? ანუ ტექსტი არის გადადებული უშუალოდ ჩარჩოზე. იმისთვის რომ ეს ტექსტი გადავიტანოთ ერთი საფეხურით ქვეშ, ანუ ჩარჩოს ზემოთ ამოვაგდოთ, დგებით ტექსტზე, ვაკლიკებთ და კონტროლით და გრაფიკული მარცხენა ფრჩხილით შეგვიძლია გადავიტანოთ მარცხენა უკაცრავად ქვემოთა დონეზე. აი როგორც კი მე დავაჭირე კონტროლს და მარცხენა გრაფიკულ ფრჩხილს, ლოგო ამოხტა ზემოთ. ახლა შეგვიძლია წამოვიღოთ და ჩავსვათ. აი ნახეთ, გამოჩნდა კიდევაც. ავუშვათ ხელი და ჩასვავს. აი ასე. მივაახლოვოთ და ნახოთ როგორ ჩანს ეს ემთხვევა თუ არა რამეს და სიმეტრიულად გავასწოროთ. შეგვიძლია ლოგო უფრო დავაპატარაოთ, აი ასე და იყოს აი ასე. შეგვიძლია ეს კონკრეტული ტექსტი გამოვიყენოთ სხვა დატვირთვით შემდეგ სლაიდზე ან წავშალოთ. სატიტულო გვერდი შექმნილია. შეგვიძლია გავზარდოთ მოცულობა და ვნახოთ როგორ გამოიყურება. რა თქმა უნდა, ვიზუალი უნდა ემთხვეოდეს კონკრეტულ თემატიკას, რომლის მიხედვითაც უშუალოდ აღნიშნული ვიზუალი დაემთხვევა სათაურს. შემდეგი არის ხოლმე კონკრეტულად უშუალოდ პრეზენტაციის გეგმის გამოყენება, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გეგმის გარეშეც დავიტანოთ სხვა ელემენტები კონკრეტულ პრეზენტაციაზე. პრეზენტაციის აგების დროს ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ცხრილებიც და ცხრილების გამოყენება ხდება შემდეგნაირად. ისევ ელემენტების განყოფილებაში გადავდივართ, სადაც გამოჩნდება ასეთი რაღაც. ჩამონათვალში ვიპოვით ცხრილების განყოფილებას და ჩვენთვის სასურველ დიაგრამას შევარჩევთ. ეს შეიძლება იყოს ბარ ჩარტი, ლაინ ჩარტი, ფაი ჩარტი და სხვა, რომელიც არის შემოთავაზებული უშუალოდ კანვას მიერ. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ლაინ ჩარტი. ამ შემთხვევაში გაიხსნება Excel-ის მაგვარი ფორმა მარცხენა მხარეს. შეგვიძლია გავადიდოთ და კონკრეტული ელემენტები მოვარგოთ კონკრეტულ ვიზუალებს. აქ შეყვანილი მასალა შეგვიძლია წავშალოთ და დავიწყოთ დასათაურება. აქ აწერია ერთეული პირველი და მამის მაგივრად ჩვენ შეგვიძლია ჩავწეროთ მაგალითად კონკრეტული მონაცემების საფუძველზე კონკრეტული თვეების მაგალითი, მაგალითად იანვრიდან მარტამდე გაყიდვების მაჩვენებლები, ან გაყიდვების შესყიდვები და სხვა ხარჯები. მაგალითად ჩამოვწეროთ იანვარი, თებერვალი, მარტი
რაც შეეხება შემდეგს, ან ჩამოწერეთ თვეები, შეგვიძლია დავასათაუროთ რა მონაცემები შეგვყავს უშუალოდ აი ამ თვეების მაგალითზე. მაგალითად, გაყიდვები, შესყიდვები და სხვა ხარჯები. მაგალითად, გაყიდვები თუ იყო პირობითად იანვარში $5,000 ოდენობით, შეგვიძლია დავწეროთ 5,000. თუ შესყიდვები იყო პირობითად, ამ შემთხვევაში დოლარის ნიშანს არ აღიქვამს, მოდი წავუშალოთ. თუ შესყიდვები იყო მაგალითად $4,000, იყოს 4,000. ხოლო სხვა ხარჯები თუ შემოსავლები შეგვიძლია მოვნიშნოთ ჩვენთვის სასურველ ოდენობაზე. ეს გააჩნია რა მონაცემები არის უშუალოდ გამოყენებული აღნიშნულ ცხრილში. იყოს 1000 პირობითად. რენდომად შევიყვანოთ, რომ გამოჩნდეს რის თქმაც გვინდა ტექსტზე. მონაცემები შეყვანილია და ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ ცხრილს. გამოვთოთ x ღილაკით და ცხრილში შეყვანილია მონაცემები. ცხრილის გასშლა შესაძლებელია მისი გაწელვით, აი ასე. შეგვიძლია მოვარგოთ ფორმატს. დავაპატარაოთ ან უშუალოდ მისი ფორმატი ოდნავ ქვემოთ ჩამოვწიოთ და ცხრილი შემდეგნაირია. შეყვანილი ინფორმაციის საფუძველზე იანვარში გაყიდვები იყო $5,000, შესყიდვები იყო 4,000, ხოლო სხვა ხარჯები იყო 1000. გაყიდვები არის ცისფერი მაჩვენებლით მოცემული და ჩანს რომ იყო 5,000, შესყიდვები ოდნავ მუქი მაჩვენებლით არის მოცემული და ამის შეცვლად შეგვიძლია მაგალითად შევცვალოთ და იყოს მაგალითად მწვანე და სხვა ხარჯები იყოს ნარინჯისფერი. რომ უფრო თვალსაჩინო იყოს. რაც შეეხება შესყიდვებს, იყო 4,000. ამ ცხრილს რო დავაკლიკებთ, გამოჩნდება ისევ ცხრილი. 4,000, ხოლო სხვა იყო 1000. ანუ ასე მიყვება თვეების მიხედვით, თანხობრივად, უშუალოდ მაჩვენებლები. რა არ გვავიწყდება, მეგობრებო, სათაურის დატანა, გადავდივართ ტექსტის ჩანართში და ქვესათაურს ვირჩევთ. ქვესათაური შეგვიძლია ავიტანოთ ზედა მხარეს, აი ასე. ისევ არ გვავიწყდება სიმეტრიის დაცვა, ასე უნდა მოვარგოთ და ფონტის არჩევა. ფონტი როგორც წინაზე დავიტანეთ, შეგვიძლია იყოს ისევ ეს და დავარქვათ მაგალითად იანვრიდან მაისამდე მოგება ზარალის მაჩვენებლები. არ გვავიწყდება გვერდის ნომრების ჩასმა. იმისთვის რომ გვერდის ნომერი ჩავსვათ, შეგვიძლია გადავიდეთ ისევ ტექსტის განყოფილებაში, ავირჩიოთ ძირითადი ტექსტის ზომა და პირობითად პირველი გვერდი. გამომდინარე იქიდან, რომ სატიტულო გვერდი არ ინომრება. შეგიძლიათ პირდაპირ ჩასვათ ასე, ან შეგიძლიათ ელემენტების განყოფილებიდან შეარჩიოთ თქვენთვის სასურველის ვიზუალის მქონე ელემენტი და მაგალითად წრე, ან კვადრატი, ან თქვენთვის სასურველი ვიზუალი და მაგალითად იყოს წრე, რომელიც იქნება პირობითად ლურჯი შეფერილობის, დავაპატარავთ აი ასე. გავზრდით უშუალოდ ჩვენი პრეზენტაციის მასშტაბს, რომ კარგად დავინახოთ და ერთიანთან მივიტანთ, აი ეს. დააკვირდით სიმეტრიას. აი ასე. ახლა ჩვენ შეგვიძლია ერთიანზე დავდგეთ და გავასწოროთ სიმეტრიულად, ნახეთ, დაემთხვა სიმეტრიაზე. ერთიანი არ ჩანს კარგად ლურჯ